უკრაინელებმა ხარკოვის ოლქის ერთ-ერთი სოფელი და მისი მიმდებარე ტერიტორია დაიბრუნეს. 129 ცალკეული მექანიზებული ბრიგადის განცხადებით მათ მტრის წინააღმდეგ ძლიერი დარტყმები მიიტანეს და ოკუპანტები გამაგრებული პოზიციებიდან გაანდევნეს. პარალელურად უკრაინამ მორიგიერიში მიიტანა რიაზანის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევის გამო ადგილზე ამ დრომდე ხანძარია. აფეთქებები იყო რუსეთის სხვა რეგიონებშიც, უკრაინამ რუსეთის ეისკის სამხედრო აეროდრომიც დაბომბა. კიევში რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია. უკრაინაში გლოვის დღე გამოცხადდა, დაშავებულია სულ მცირე 47 ადამიანი. სარაკეტო დარტყმის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის ტერიტორიაზე მივიდა ზელენსკი. მსოფლიოს უნდა ახსოვდეს, რა ფასი ხდის უკრაინა ყოველდღიურად იმისთვის, რომ რუსული აგრესია სხვა ხალხებზე არ გავრცელდეს, განაცხადა პრეზიდენტმა. რუსეთში მოკლეს რუსი სამხედრო, რომელმაც 2022 წლის მარტში ბუჩაში მშვიდობიან მოსახლეობას მაშინ ესროლა, როდესაც ისინი ქალაქიდან ევაკუაციას ცდილობდნენ. დიმიტრი საევი რუსეთის მრავალჭიდის მოქმედი ჩემპიონი იყო და მწვრთნელად მუშაობდა. Telegram არხებზე გავრცელებული ინფორმაციით ის 7 მაისს პირადი მტრობის ნიადაგზე მოკლეს. სამგორის მეტროში ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა თვითმხილველების თქმით, ის შეუძლოდ მოულოდნელად გახდა სასწრაფომ კი მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო. მომხდარზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.